რამდენიმე საათში მიუნხენში მსოფლიო ლიდერების მაგიდაზე ომის დასრულების ამერიკული გეგმა დაიდება, თუმცა სანამ ეს მოხდება ირკვევა, რომ უკრაინული ოცნებაც და ევროპულ-ამერიკული დაპირებებიც წარსულს მიებარა. ნატოს კარი უკრაინისთვის დახურულია და ეს ყველაფერი არ არის. კიევს მოუწევს მოსკოვის ტერიტორია, ვაშინგტონს კი დახარჯული მილიარდობით დოლარის ანაზღაურების მიზნით წიაღისეული დაუთმოს. ალტერნატიულ გარანტიებზე პასუხისმგებლობა კი მხოლოდ ევროპას გადაებარა. ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არარეალისტური და არაპრაქტიკულია. მე მას ვეთანხმები. რუსეთში პრეზიდენტ პუტინამდე დიდი ხნით ადრე თქვეს, რომ ამას არასდროს დაუშვებდნენ. თუ უკრაინა ნატოში არასდროს შევა, ეს ჩემთვის მისაღებია. ამერიკის 47-მე პრეზიდენტი კიევში ჩასვლასთან დაკავშირებით დუმს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ პუტინის მიწვევა მიიღოს ან პირიქით მას ვაშინგტონში უმასპინძლოს. მათი პირველი შეხვედრის ადგილად საუდის არაბეთი უკვე მოინიშნა. შეხვედრამდე კი მხარეებს შორის კომუნიკაცია გაგრძელდება. მიიჩნევს თუ არა დონალდ ტრამპი უკრაინას სამშვიდობო პროცესის თანასწორ უფლებიან მონაწილედ. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ ჩანს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტრამპი პუტინის შეხვედრას ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაესწრება და ვაშინგტონი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს. ფიქრობ, მათ მოუწევთ მშვიდობის დამყარება. ახლა ჩვენი ფინანსთა მინისტრი დოკუმენტს ამზადებს, რომ ჩვენ მიერ დახარჯული ფული უკან დავუბრუნოთ. ჩვენ გაცილებით მეც ვხარჯავთ ვიდრე ევროპა. არა და ევროპა ჩვენზე მეტადაა საფრთხეში. ომის დასრულებაზე პუტინთან დაწყებულმა მოლაპარაკებებმა უკრაინის ევროპელი პარტნიორები აღაშფოთა და ღალატის შესახებ ეჭვებიც გააჩინა, თუმცა ამერიკის თავდაცვის მდივნის თქმით, მშვიდობისკენ სწრაფვა ღალატთან არ უნდა გაიგივდეს. ეს არ არის ღალატი. მთელი მსოფლიო და შეერთებული შტატები დაინტერესებულია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებით, რომელიც ადამიანების მკვლელობას შეაჩერებს. ტრამპისეულმა მშვიდობამ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთიც შეაშფოთა. ბრიუსელში ფარულად შეთანხმებას წარუმატებლობა უწინასწარმეტყველეს და განაცხადეს, რომ ევროპამ ნებისმიერ მოლაპარაკებებში საკვანძო როლი უნდა შეასრულოს. ტრამპის ადმინისტრაციამ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე საჯარო დათმობა უკვე გააკეთა. ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა თუ უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას ან ქვეყნის ტერიტორიების შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნებოდა საუბარი და არა მის დაწყებამდე. ევროპა მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ როგორც გუშინ ვთქვით, სამშვიდობო წესრიგში ცენტრალური როლი უნდა შევასრულოთ. ჩემი გზავნილი ასეთია: მოლაპარაკება უკრაინაზე. უკრაინის გარეშე შეუძლებელია და უკრაინის ხმა ნებისმიერი მოლაპარაკებების ცენტრში უნდა ისმოდეს. მსოფლიო ლიდერების რეაქციის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტიც ეჭვებმა მოიცვა. ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკის სამხედრო დახმარებას სჭირდება, თუმცა არ სურს, რომ ყველაფერი პუტინის სურვილის მიხედვით წარიმართოს. ამიტომ წიაღისეულის ვაშინგტონისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე ჯერ თავს იკავებს და კონსულტაციებს აგრძელებს.